გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ბოლო დროს ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით საქართველოში უამრავი კითხვა არის გაჩენილი, რასაც პასუხები უბრალოდ არ ეცემა, რადგან ეგრეთ წოდებულ ინვესტორებსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ არის გასაჯაროვებული და სიმართლე გითხრათ, ხოცების პირობებში დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ ეს არც არასდროს არ მოხდება. აქედან გამომდინარე საზოგადოებაში უამრავი კითხვა ჩნდება, მით უმეტეს ერი, რომელიც დემოგრაფიულ კოლაფსს განიცდის და ბოლო 35 წლის მანძილზე 34%-იანი დემოგრაფიული ვარდნა გააჩნია, ელოდება იმას, რომ 70,000 უცხოტომელი იქნება ჩამოსახლებული საქართველოში. თან ეს შეძლებული არაბები, რომლებიც დაიწყებენ საქართველოს ათვისებას და ესე შემდეგ. თვითონ აი ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით, რომლის ოდენობა საქართველოში არასდროს არ განხორციელებულა, უამრავი აზრი იქნა გამოთქმული, რამ დააინტერესა არაბი ხალიფები და ემირები საქართველოში ინვესტიცია. მოკლედ შევქმენი ერთი პატარა ვიდეო ბლოგი, დაახლოებით 14 წუთი არის, რომელიც დეტალურად განმარტავს გაერთიანებული საემიროების ეგრეთ წოდებულ საინვესტიციო პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას, მეთოდებს, მიდგომებს, ტექნოლოგიებს და უამრავ სხვა რამეს. თუ როგორ ახდენენ ისინი თავიანთთვის სასურველი პროექტების ჯერ მოძიებას, მერე შესწავლას, შემდეგ კორუფციული გარიგებით ამ ყველაფრის განხორციელებას, ათვისებას და ისეთ შემთხვევაში თუ კი შეპირებული კონტრაქტი არ იქნება შესრულებული, როგორი დასჯის მეთოდებსაც იყენებენ, ესეც ძალიან საინტერესო არის. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეხლა ნახეთ თქვენ ეს ვიდეო ბლოგი. თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში. დაწერეთ უბრალოდ რა გეცნოთ, ის რაც საქართველოში ხორციელდება, რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ჭირდება თუ არა საქართველოს ეგრეთ წოდებული ინვესტიცია, რომელი ინვესტიციაც საქართველოში ჩამოასახლებს 70,000 უცხო ტომელს, უცხო კულტურის, უცხო სარწმუნოების, უცხო მენტალიტეტის და ამ ყველაფერთან ერთად ეს უცხო ტომელები არ იქნებიან გაჭირვებული ადამიანები, პირიქით იქნებიან შეძლებული ადამიანები, რომლებიც საქართველოში განახორციელებენ თავიანთ ბიზნეს პროექტებს და საქმიანობას. რის შედეგადაც სავარაუდო არის ის, რომ 70,000 უცხოტომელიდან 1-5 წელიწადში საქართველოში ალბათ 300,000 უცხოტომელი გაჩნდება. ამიტომ ეს რა შედეგებს მოუტანს ერთს და რა შედეგებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, ამაზე ჯობია დავფიქრდეთ ყველა, ვიდრე აი ესე კოცური PR კამპანიის აყოლას გავანებოთ თავი, რომ თურმე ინვესტიცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ნახეთ ახლა ეს ბლოგი და დანარჩენი თქვენთვის მომინდვია შეფასება თვითონ ბლოგის და სიტუაციის. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. თუ მოიწონებთ და გააზიარებთ გვერდს და გამოიწერთ, ამით შესაძლებლობას მოგცემთ საიმისოთ, რომ ჩვენი ვიდეოები ხელმისაწვდომი იყოს ფართო მასებისთვის. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. წლის 29 მარტს უგანდის მთავრობამ არაბთა გაერთიანებული ემირატების საინვესტიციო კომპანიასთან მოაწერა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აშენდება ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ღირებულებით დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი და წარმადობით დღეში 60,000 ბარელი. ეს ისტორიული შეთანხმება უგანდას საშუალებას მისცემს არამხოლოდ შიდა მოთხოვნა დააკმაყოფილოს საწვავზე, არამედ ნავთობ პროდუქტების ექსპორტიც დაიწყოს. საინტერესოა, რომ 2023 წლისთვის არაბთა ემირატები უკვე ლიდერები გახდნენ აფრიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით. ჩამოიტოვეს ტრადიციული მოთამაშეები, როგორიცაა ჩინეთი, ევროპის კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. 4 წელიწადში
ემირატებმა შავ კონტინენტში დააბანდეს 110 მილიარდი დოლარი, მაშინ როდესაც აშშ მხოლოდ 17 მილიარდი. თუმცა, ასეთი სწრაფი ეკონომიკური გაფართოება აფრიკაში სერიოზულ გამოწვევებსაც ქმნის. ამ არენაზე შესვლით, არაბთა ემირატებმა თავის თავზე აიღეს კონკურენცია ძლიერ სახელმწიფოებთან, რომლებიც აშკარად უკმაყოფილონი არიან ახალი გავლენიანი ძალის გამოჩენით, მაგრამ პოლიტიკა არასდროს ყოფილა სამართლიანი თამაშის ველი. ინვესტიციების ამ ბრწყინვალე ტალღის მიღმა იმალება მნიშვნელოვანი კითხვები. რა არის ამ სწრაფი ფინანსური ზრდის ნამდვილი მოტივი? როგორ ახერხებს ერთი პატარა არაბული ქვეყანა მეტოქეობას მსოფლიოს უმძლავრეს სახელმწიფოებთან? და რამდენად მყარია ეს წარმატება? რა საფრთხეები ელოდებათ თავად ემირატებს და იმ აფრიკულ ქვეყნებს, რომლებიც მათთან თანამშრომლობენ? აფრიკა ეს ჯერ კიდევ თითქმის შეუხებელი საგანძურია ბუნებრივი რესურსების მხრივ. ზოგიერთი შეფასებით იქ თავმოყრილია მსოფლიოს სასარგებლო წიაღისეულის დაახლოებით 30%, ბუნებრივი გაზის 8%, ნავთობის 12%, ოქროს 40% და ქრომისა და პლატინის 90-მდე მარაგი. ასეთი სიმდიდრე, შერწყმული ფართო სამომხმარებლო ბაზართან, ადგილობრივი კონკურენციის დაბალ დონესთან და საშუალო ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლით, აფრიკას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის უცხოური ინვესტორებისთვის. ბოლო წლებში კონტინენტი თანდათან გადაიქცა ახალი დაპირისპირების არენად აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის. რაც ერთი მხრივ ზრდის პოლიტიკურ დაძაბულობას, მაგრამ მეორე მხრივ ადგილობრივ სახელმწიფოებს აძლევს შანსს მოიზიდონ უცხოური კაპიტალი. ჩინეთის გლობალური საინვესტიციო ტრეკერის მონაცემებით 2024 წლის იანვრის მდგომარეობით კონტინენტის ყველაზე დიდი ინვესტორი ჩინეთი იყო. 2006-2022 წლებში აფრიკის ქვეყნებში ინვესტირებულია 19 მილიარდ დოლარზე მეტი. გაეროს სავაჭრო და განვითარების კონფერენციის ანგარიშის მიხედვით კი, ყველაზე მეტი დაგროვილი პირდაპირი ინვესტიციები დასავლეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ. დიდი ბრიტანეთის 60 მილიარდი, საფრანგეთი და ნიდერლანდები თითო 54 მილიარდი დოლარი. ამერიკის ინვესტიციების მოცულობა აფრიკაში ბოლო 5 წლის განმავლობაში შეადგენდა მხოლოდ 17 მილიარდ დოლარს. თუმცა უახლოეს მომავალში ვაშინგტონი გეგმავს დამატებით გამოყოს კიდევ დაახლოებით 55 მილიარდი. მაგრამ ბოლო წლებში აფრიკის ბაზარზე გამოჩნდა ახალი, ძალზე ძლიერი მოთამაშე. ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოს სწორედ არაბთა გაერთიანებული ემირატები გახდნენ აფრიკის პროექტებში უმსხვილესი ინვესტორი. 2019-2023 წლებში ემირატების კომპანიებმა გამოაცხადეს პროექტები საერთო თანხით 110 მილიარდი დოლარის ფარგლებში, რაც მათ ფაქტობრივად აქცევს კონტინენტის ყველაზე დიდ ინვესტორად. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ციფრების პირდაპირი შედარება ყოველთვის ზუსტ შედეგს არ იძლევა. ისინი ასახავენ სხვადასხვა პერიოდს ან მხოლოდ დაგეგმილ ინვესტიციებს. თუმცა ყველა შესაძლო ცდომილების მიუხედავად, აშკარად შეიძლება ითქვას, ბოლო წლებში აბუ-დაბი გახდა ერთ-ერთი უმსხვილესი კაპიტალის წყარო აფრიკისთვის. არაბთა გაერთიანებული ემირატების პოლიტიკა ემყარება ეროვნული ეკონომიკის დივერსიფიკაციის სტრატეგიას. 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში ქვეყნის ხელმძღვანელობამ გააცნობიერა, რომ ემირატები ზედმეტად იყვნენ დამოკიდებულნი ნავთობისა და გაზის ექსპორტზე. ამ მიზნით 1996 წელს ქვეყანა შეუერთდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, ხოლო 2004 წელს ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს სინგაპურთან და ახალ ზელანდიასთან, რითაც გახსნა გზა ახალ ბაზრებსა და ტექნოლოგიებზე. აფრიკის ქვეყნების ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში თანდათან იზრდება. მათი შიდა ბაზარი ფართოვდება, ხოლო ნედლეულის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მზარდია. ამ ტენდენციამ აფრიკის ქვეყნები განსაკუთრებით მიმზიდველი გახადა უცხოელი ინვესტორებისთვის. ეს ძალიან კარგად გაიაზრეს არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა და თუ 2010 წლისთვის აფრიკაში მათი ინვესტიციები მხოლოდ 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი უკვე 11 მილიარდამდე გაიზარდა. ინვესტიციების ძირითადი მიმართულებებია ეგვიპტე, მაროკო, ნიგერია და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. ამ პროცესს ხელი შეუწყო ასევე ინდოეთში, პაკისტანში, ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მზარდმა კონკურენციამ, რადგან სწორედ ამ ბაზრებში ახორციელებდნენ ემირატები აქტიურ ინვესტიციებს წარსულში. აფრიკულ ქვეყნებთან თანამშრომლობის დაწყებას წინ უძღოდა ბაზრის სიღრმისეული შესწავლა, ეკონომიკური გარემოს ანალიზი და იმ სახელმწიფო მოხელეების იდენტიფიცირება, რომლებიც მზად იყვნენ ითანამშრომლონ აბუ-დაბისთან. ამ პირებს უგზავნიდნენ ინდივიდუალურ კომერციულ შეთავაზებებს, ხოლო პასუხად იღებდნენ ხელსაყრელ პირობებს ემირატების კომპანიებისთვის. შედეგები ფორმალურად იფიქსირებოდა სახელმწიფო ვიზიტებისას, რის შემდეგაც რომელიმე ემირატული ბიზნეს სტრუქტურა იღებდა კონცესიას კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორში.
მაგალითად 2018 წელს კომპანია DP World-მა სენეგალის მთავრობასთან მოლაპარაკების შედეგად მოაწერა ხელი შეთანხმებას დაკარის სპორტის მოდერნიზაციასა და გაფართოებაზე, ღირებულებით 1.1 მილიარდი დოლარი. ანალოგიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ეგვიპტესთან, სუეცის არხის რეგიონში ლოგისტიკური ცენტრების აშენების შესახებ. კონცესიების გაცემისას გამოიყენებოდა ეწოდებოდა კლასტერული მიდგომა, როცა ერთ ტერიტორიაზე თავს იყრიან ურთიერთდამოკიდებული კომპანიები და საწარმოები, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ. ასე მაგალითად ტანზანიაში ემირატებმა დააფინანსეს დარ-ეს-სალამის პორტის გარშემო ლოგისტიკური კლასტერი, რომელშიც შედის ტერმინალები, საწყობები და სერვისული კომპანიები. საწყის ეტაპზე პრიორიტეტი ენიჭებოდა ტრანსპორტსა და ლოგისტიკას, საზღვაო პორტებსა და რკინიგზას, მაგრამ მოგვიანებით ფოკუსი გადაიტანეს ფინანსურ სექტორზე, ენერგეტიკაზე, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაზე. პირველ პროექტებს შორის იყო მაფუტოს პორტის მოდერნიზაცია მოზამბიკში 2016 წელს. სოლარიული ელექტროსადგურის აშენება ნურში, მაროკოში 2018 წელს. ტურისტული კომპლექსის გახსნა კენიაში და ფინანსური ცენტრის შექმნა ლაგოსში, ნიგერიაში. პირველი კონცესიის მიღების შემდეგ იწყებოდა თანდათანოვანი გაფართოება ეკონომიკის სხვა სექტორებშიც, რის შედეგადაც იზრდებოდა თითოეული ინდუსტრიული კლასტერის ეკონომიკური ძალა, მისი კონკურენტუნარიანობა და შესაბამისად ემირატების გავლენაც რეგიონში. ამ პროცესის ნათელი მაგალითია კომპანია DP World-ის შეთანხმება არაღიარებული სახელმწიფოს სომალილენდის ხელმძღვანელობასთან. მათი შეთანხმებით ბერბერას პორტში შეიქმნა თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომლის ფართობი დაახლოებით 15 კვადრატული კილომეტრია. ბერბერა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ჰაბს, რომელიც ემსახურება აფრიკის რქის რეგიონს, მოსახლეობით 140 მილიონზე მეტი ადამიანი. პორტსა და მის გარშემო არსებულ ზონაში ემირატებმა ჩადეს დაახლოებით 452 მილიონი დოლარი, რითაც აშენდა საწყობები, ოფისები და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა. ამავე შეთანხმების პარალელურად ემირატებმა მოიპოვეს ნებართვა სამხედრო ბაზის განთავსებაზე ადენის ყურეში, რაც მათ მისცა შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაეზარდათ გავლენა ბაბ-ელ-მანდების სრუტის რეგიონში, ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ ზღვრივ გზაჯვარედინზე მსოფლიო ვაჭრობაში. მაგრამ როგორ ახერხებს შედარებით პატარა სახელმწიფო კონკურენციას ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი? ამ წარმატების მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში, ემირატები გამოირჩევიან მოქმედების სისწრაფითა და მოქნილობით. მეტიც, მათ კონკურენტებზე ბევრად უფრო სწრაფად ახერხებენ გადაწყვეტილებების მიღებასა და პროექტების დაწყებას. ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია ადრე ნახსენები ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი უგანდაში. საინტერესოა, რომ ამავე იდეაზე უგანდის მთავრობა წლების წინ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ამერიკელ ინვესტორებთან. თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, სწორედ აშშ-ის მხარის ბიუროკრატიული გაჭიანურების გამო. ამ ბიზნეს აქტიურობას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. 2022 წლიდან მოყოლებული აშშ და ჩინეთმა შეამცირეს მონაწილეობა დიდ მეგაპროექტებში აფრიკაში. ორივე ქვეყანა ახლა უფრო ფრთხილად ეკიდება ხარჯებს და თავს არიდებს მრავალმილიარდიან ინიციატივებს. ემირატები კი საპირისპიროდ არ ერიდებიან რისკს. ისინი მზად არიან დააფინანსონ მასშტაბური პროექტები, სადაც სხვები ფრთხილობენ. მაგალითად, 2024 წლის 23 თებერვალს ემირატებმა და ეგვიპტემ მოაწერეს ხელი ყველაზე დიდ საინვესტიციო შეთანხმებას თავიანთი ორმხრივი ისტორიის განმავლობაში. ღირებულებით დაახლოებით 35 მილიარდი დოლარი. პროექტის მიზანი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე რასელ ხიკმის რეგიონის განვითარება. მხოლოდ ამ ერთმა გარიგებამ გადააჭარბა ამერიკული ინვესტიციების მთელ მოცულობას, რაც აფრიკაში განხორციელდა ბოლო 5 წლის განმავლობაში. თუმცა დიდ პოლიტიკას ყოველთვის ახლავს უკანასკნელი ფაქტორი ფარული გავლენები. 2024 წლის 14 მარტს ჟურნალი The Economist-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით. სპარსეთის ყურის ქვეყნების ბრძოლა აფრიკისთვის ცვლის კონტინენტის იერსახეს. სტატიაში გამოცემა არაბთა გაერთიანებულ ემირატებს უწოდებს გადარეულ ტყვიას, რომელიც აფარებს იარაღს ადგილობრივ სამხედრო ლიდერებს, გააჩენს ქაოსს და ერთდროულად წარმოადგენს თავშესაფარს კორუმპირებული ელიტებისთვის. სტატიის მიხედვით,
ემირატების ბიზნეს პროექტების წარმატება ხშირად გზრუნველყო დაუფიქრებელმა სამხედრო მხარდაჭერამ გავლენიანი რეგიონული ფიგურების მხრიდან. სწორედ ასეთი პოლიტიკის მაგალითად დასავლური მედია ხშირად ასახელებს ემირატების ურთიერთობებს სუდანის გენერალ ჰემედდისთან, ლიბიის მარშალ ჰაფტართან და ეთიოპიის პრემიერ-მინისტრ აბი აჰმედთან. ამ სამივე შემთხვევაში არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა მოახერხეს ეკონომიკური თანამშრომლობის გადაქცევა პოლიტიკურ კავშირებად, რაც მათ საშუალებას აძლევს გავლენა იქონიოს სამხედრო და უსაფრთხოების გადაწყვეტილებებზეც. მაგალითად, სუდანში ემირატებმა არა მხოლოდ ჩადეს ინვესტიციები ოქროს მოპოვებაში, არამედ გააფორმეს შეთანხმებები დარფურის რეგიონის სტაბილიზაციისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ. ამასთან საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ხშირად აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური წარმატება ზოგჯერ დაფარულია საიდუმლო სამხედრო მხარდაჭერით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ადგილობრივ მილიციებს ან კერძო არმიებს, მაგრამ ემირატების სტრატეგია სწორედ იმითაა გამორჩეული, რომ ისინი არ უარყოფენ გავლენის ინსტრუმენტებს პირიქით, მათ იყენებენ როგორც დიპლომატიური და ეკონომიკური მიზნების გასაძლიერებლად. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არაბთა გაერთიანებული ემირატები უკვე დიდი ხანია ცდილობენ თავიანთი იმიჯის ჩამოყალიბებას, როგორც თანამედროვე და პროგრესული სახელმწიფო შუა აღმოსავლეთში. ამისთვის ისინი ქმნიან უზარმაზარ კულტურულ ცენტრებს, მასპინძლობენ საერთაშორისო ღონისძიებებს და აძლიერებენ გავლენას მედიისა და ტექნოლოგიების სფეროშიც. თუმცა დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, ამ ყველაფერს აქვს ერთგვარი ფარული მიზანი: გლობალური პოლიტიკის გადანაწილება, რათა მშობლიოში წარმოიშვას ახალი გავლენის ცენტრი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული არც ვაშინგტონზე და არც პეკინზე. და სწორედ ეს ქმნის ძირითად კითხვას: შეძლებენ თუ არა ემირატები შეინარჩუნონ ბალანსი ეკონომიკურ ექსპანსიასა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას შორის. ემირატების ინვესტიციებმა უმსხვილესი მეგაპროექტების მიმართ, როგორიცაა რას ელ-ხიქმა ეგვიპტეში, შესაძლებელია დიდი დივიდენდები მოუტანოს, მაგრამ ეს პროექტები დაკავშირებულია მაღალი ფინანსური რისკებით, განსაკუთრებით გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში. შეცდომები, დაგვიანება ან დამატებითი ხარჯები მსგავს პროექტებში შეიძლება გამოიწვიოს მილიარდობით დოლარის დანაკარგი და სერიოზულად შეასუსტოს ემირატების პოზიცია რეგიონში. ემირატების სამხედრო და დიპლომატიური ყოფნა აფრიკაში ზრდის გეოპოლიტიკურ დაძაბულობას და შესაძლოა დაპირისპირებას განიცდიდნენ ისეთ მსხვილ მოთამაშეებთან, როგორც თურქეთი, ჩინეთი და დასავლეთის ქვეყნებია. განსაკუთრებით ეს ეხება წითელ ზღვას, სადაც გადის მთავარი სავაჭრო წყლები ევროპასა და აზიას შორის. ამასთან კორუფციის მხარდაჭერა და თანამშრომლობა სადაო სამხედრო ჯგუფებთან ან პოლიტიკურ რეჟიმებთან, რომლებიც ხშირად ბრალდებულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში. სავარაუდოდ ქმნის საფრთხეს ემირატების საერთაშორისო იმიჯისთვის. ასეთი რამ უკვე მოხდა, რამაც გამოიწვია დაპირისპირება სუდანის მთავრობასთან, რომელმაც გააუქმა ახალი პორტის მშენებლობის კონტრაქტი წითელ ზღვაზე, ღირებულებით დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის ოდინობით. საერთო ჯამში არაბთა გაერთიანებული ემირატები აჩვენებენ მნიშვნელოვან წარმატებებს აფრიკის კონტინენტის ათვისებაში. მათ სტრატეგიას საფუძვლად უდევს ეროვნული განვითარებისთვის ორიენტირებული პრაგმატიზმი, რომელიც შერწყმულია სწრაფი ინიციატივების განხორციელებით, ამბიციური გადაწყვეტილებებით და თვით აფრიკულ ელიტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ემირატების მხარდაჭერას. თუმცა ემირატების უპირატესობები ერთდროულად წარმოადგენენ თავიანთივე ინტერესების მთავარ საფრთხეს. მათ ექსპანსიას წარმოადგენს არა ძალის გამოყენება სხვებზე, არამედ კონკრეტული ბიზნეს შეთავაზებები, რომელიც ეხმარება კულისებში გარიგებების გაკეთებაში და თანდათანობით ზრდის სამხედრო ყოფნას აფრიკაში. ფული, გავლენა და ზურგს უკან დამალული მათრახის ძალა ეს ის ფორმულაა, რომელსაც ემირატები შთამაგონებლად იყენებენ აფრიკის პოლიტიკაში.